ჯგუფის წარმოდგენილი, საკმაოდ ბევრი ნაცნობი და ცოტა არ იყოს მივიწყებული სახელებიც გვაქვს. ბადრი პატრაკაციშვილს იმდენი შეურაცხყოფა მიაყენა უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა, რომ გამორიცხულია ასეთ შემთხვევაში, რომ ადამიანმა უბრალოდ არ მიიღოს ის გამოწვევა. შექმნილ სიტუაციაში იქნება საუკეთესო კანდიდატურა ბატონ ბადრი. ვინ იქნება პატრაკაციშვილის შტაბის ხელმძღვანელი, ეს მისი არჩევანია, ისევე როგორც იმ ადამიანების, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მის არჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები და აქედან სავარაუდოდ რაიმე სიკეთეები მიიღონ. მზადება არჩევნებისთვის ლევან თარხნიშვილი, ვალერი გელბახიანი, გიორგი ჟვანია დღის კომენტარში. საღამომშვიდობისა დღის მთავარი თემით ეთერშია დღის კომენტარი. პრეზიდენტობის 22 მსურველს შორის ერთ-ერთი ბადრი პატრაკაციშვილია ბიზნესმენის სახელით განაცხადი ცესკოში უკვე შესულია. ბადრი პატრაკაციშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრები ვალერი გელბახიანი და გიორგი ჟვანია დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან. საღამომშვიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მაყურებელს შევახსენებ გადაცემის დაწყებისას, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ დიალოგში და გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომრებზე 22 33 და 22 34. ბატონო გიორგი, ნიშნავს თუ არა საინიციატივო ჯგუფის წევრობა იმას, რომ გიორგი ჟვანია ერთვება აქტიურად პოლიტიკაში? პოლიტიკაში არა, მე ვეთქვები ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ხარდამჭერთა სიადიქში ვდგები და ყველანაირად შევეცდები, რომ ამ ჩემი აქტიურობით რაღაც სასიკეთო მოვდანოთ ამ ქვეყანას. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი შეჩერდეს კონკრეტულად ბადრი პატრაკაციშვილს? მიმაჩნია, რომ დღესაც განვაცხადე ამის შესახებ, რომ ამ შექმნილ ვითარებაში ბატონ ბადრის ყველაზე მეტად შესწევს უნარი გამოიყვანოს ქვეყანა იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის ჩავარდნილი. რა ნიშნით? და რა თქვენ იცნობთ თუ არა მის ხედვას კონკრეტულად როგორ აპირებს იგი წინა საარჩევნო კამპანიის წარმართვას? რის გამოც თქვენ შეაჩერეთ მასზე არჩევანი? მე ვიცნობ მის ზოგად ხედვას იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ არის დღესდღეობით საქართველოში, მის ხედვას საქართველოს მომავალი მოწყობის შესახებ, რაც არის ჩვენთვის მისაღები სრულიად და აქედან გამომდინარე მე სხვა ხატს ვუჭერდა. ბატონ ვალერი, დღეს უმრავლესობის წევრების მხრიდან გაკეთდა ასეთი განცხადებები, რომ ვალერი გელბახიანის ხილვა ბადრი პატრაკაციშვილის გვერდით არ ყოფილა მათთვის მოულოდნელი. როგორ ფიქრობთ, რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ცნობილია, რომ ჩვენ შორის დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობაა და დასამალი მე არც წარსულში მქონია ამის შესახებ და არც დღეს და ამიტომ მოულოდნელობა აქ არ უნდა ყოფილიყო. ჩემი აზრით, სწორად ხდება ამას უმრავლესობა. და იყო ესეთი განცხადებებიც პრორუსულობის ბრალდებასთან დაკავშირებით, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თქვენი ფრაქცია ჩამოყალიბდა პარლამენტში, უფრო ადრეც ასეთი განცხადებები ისმოდა თქვენი ფრაქციის ამჟამინდელი წევრის გოჩა ჯოჯუას მისამართით და მას შემდეგ, როდესაც თქვენ გამოჩნდით ბადრი პატრაკაციშვილის გვერდით, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იყო ფაქტობრივად მოსალოდნელი და კიდევ ერთხელ კეთდება აქცენტი პრორუსულობაზე. ეხლა მელას რა უნდა და ბნელი ღამეო ეგ. დაახლოებით ეგ სიტუაცია სულ ცდილობს ხელისუფლება, რომ ტრის ხატი შექმნას ნებისმიერი ოპონენტისგან. ეს მეთოდად ჩამოყალიბდა. საკმარისია ჩვენ რამე ვთქვათ საწინააღმდეგო მოსაზრება ან კითხვა დავსვათ, ეს აღიქმება, რომ ეს არის პრორუსული. მე მგონი არ უნდა ამას ბევრი გამოცნობა, ვინ დგას პრორუსულ რელსებზე. ჯერ ვნახოთ სახელმწიფო მოწყობა როგორ არის, მართვის მეთოდები როგორ არის. ვინ დგას პრორუსულ რელსებზე? ხელისუფლება, რომელიც ერთ-ერთი იმეორებს რუსული, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სისტემის მოწყობას, მონოპოლიზაციას პოლიტიკაში, მონოპოლიზაციას ბიზნესში, მონოპოლიზაციას ადამიანის უფლებებში, სასამართლო ხელისუფლების უზურპირებას და ასე შემდეგ. ეს არის ეს ერთ-ერთი კალკირება რუსული ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სტილის გადმოღებისა. ეხლა ასეთი მართლობის მეთოდის დამნერგავი ხელისუფლება რო სხვაზე იშვერს ხელს, ცოტა არ იყოს ასე აბსურდულიც არის და სასაცილოც. მე ვფიქრობ, რომ უფრო არასერიოზული და უპასუხისმგებლობა და გეტყვით რატომ კიდე. მე ერთხელ აღვნიშნე ეს და კიდევ გავიმეორებ ამას, რომ ჩვენ როდესაც ვსვავდით, მთელი ერი სვავდა ამ საკითხს, საით უნდა წავიდეს საქართველოს მომავალი დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, აღმოსავლეთისკენ. შეიძლება დასმა არ იყოს სწორად, ხო? საკითხი არ იყოს სწორად დასული, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა შეიძლება უნდა გაგვეგო რა იყო ქვეყნის ამოცანა. მე როდესაც დაისვა კითხვა, მას მოყვა რომ თუ კითხვა სვავ, მაშასადამე შენ ხარ პრორუსი. კითხვის დასმის უფლება არ მისცეს ამ ქვეყანას იგივე ჯოჯუას, რომელიც ამბობდა, რომ ავტონომიებს, იგივე აფხაზებს და ოსეთს რა ეშველება ამ შემთხვევაში. პასუხი არ არსებობს. არც არსებობს საქართველოს ხელისუფლების და არც არსებობს დაუშვათ იგივე ალიანსის ხელმძღვანელობის მხრიდან, მაგრამ თავარს
მოგახსენებთ იმას, რომ როდესაც საუბარია პრორუსულობაზე, ჯერ ვისაუბრობ პროქართულობაზე. ვინ უფრო პროქართული ამ ქვეყანაში, ვინ უფრო ემსახურება ამ ქვეყნის ინტერესებს. ვის უფრო, ასე ვთქვათ, ბევრი შრომა ჩაუდია ამ ქვეყნის ინტერესებისთვის. ვის უფრო მორალურად, ასე ვთქვათ, გამოუკვეთია თავის დამოკიდებულება ქართველი ერისადმი. ვინ უფრო ქრისტიანია, მოდი აქედან ამოვიდეთ, ხო, ჩვენს მხარეზეა, ხო, საუბარი. ვის ყავს მოძღვარი და ვის არ ყავს მოძღვარი, ყველაფერს თავი დავანოთ. მორალური გავლენა ადამიანებზე როგორია. მერე ისროლონ ტალახი, მერე ისროლონ ქვები. და გაგახსენებთ, რომ მას ყველას, ვინც ამ ქვებს ისვრის, თვითონ უნდა ქონდეს ამის მორალური უფლება. მორალიდან იწყება ყველაფერი და როცა ყოველდღე აი სიცრუის მანქანა დაარქვეს იმედს, ხო? სიცრუის სახელმწიფო აპარატია თავიდან ბოლომდე. სიცრუის მანქანასთან დაკავშირებით ბატონო ვალერი, იგივე იმედის ჟურნალისტის გიორგი თარგამაძის მისამართით, ასევე თქვენი მისამართითაც ისმოდა ასეთი ბრალდებები, რომ დღეს ბადრი პატარკაციშვილის გვერდით და იგივე პრორუსული ძალებისგან მართულ ოპოზიციას გულისხმობ, ხელისუფლების მხრიდან ასაკვირველია, აჭარის უმრავლესობის წარმომადგენლებიც აცხადებდნენ იმას, რომ დღეს მათ გვერდით დგანან ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ თავის დროზე აბაშიძის სიცრუის მანქანას. რა თქმა უნდა, ამის წარსულს თუ გავიხსენებთ, შევარდნაძის სიცრუის მანქანას უფრო დიდი მსახურება გაუწია დღევანდელმა ხელისუფლებამ, ვიდრე მე აჭარის დასავლეთის ლიდერის მიმართ, ხო? თუმცა არ ვარყოფ, ბუნებრივია წარსულია, ისტორია და ჩვენ პოლიტიკური გზები გავლილი გვაქვს სხვადასხვა ბანაკებში, პოლიტიკურ ბანაკებში. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, ვინ ეზიარა ბოლომდე ამას და ვინ არ ეზიარა, ვინ მეტი ავნო და ვინ არ ავნო, ხო? თუ ნებაზია და ზიანის მიყენებაზე. ამიტომ ვამბობ, რომ სხვისკენ როცა იშვერ ხელ, ჯერ შენ უნდა იყო მართალი ამაში. ამ ადამიანებმა დაგვანახონ, საიდან მოვიდნენ, რას ემსახურებოდნენ, რისთვის მოხდა ეს ყველაფერი. ახლა შეიძლება ანალიზის საშუალება ჩვენ აქ არ აგვაქვს, მაგრამ ამას ხო ისტორიაც აფასებს, ხალხიც აფასებს, რა მოხდა. მოატყვეს ქართველი ხალხი, არ მოატყვეს თუ ასე შემდეგ. ჩვენ თუ მოვატყვეთ, ერთ იმ კაცმა პასუხი აგო. მე იმაზე ადრე წამოვედი დაუშვათ, როცა დავინახე რაღაც გარიგებებს ქონდა პოლიტიკურ ესთელმა საქართველოს მიწის და მე დამოუკიდებლად გავარკვიე ჩემ ამორჩეველთან, ჩემი საკითხი. ენდობოდა თუ არა ჩემს პიროვნებას, იგივე საჩხერის ამორჩეველი და გავარკვიე ეს რომ ენდობა და მე არც ასლანაბაში სახელით გამოსული, არც რომელიმე პარტიის და არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის სხვათა შორის, ხო? ამიტომ როცა ხალხის ნდობა მაქვს, მე მანდატი მაქვს ხალხის, ნუ მელაპარაკებიან ამ ტონით და ამ ასეთი არამორალური ტიპები ნუ მელაპარაკებიან საერთოდ. თავიანთი ბინძური წარსული გაიხსენო ვინც ამაზე საუბრობს. რაც შეეხება პრორუსულობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე რუსული კარგადაც არ ვიცი და მაგათ ხაპასკუპეტიციან და რუსეთში აქვს დამთავრებული ნახევარზემეც, ხო? და ზოგიერთს კიდევ განათლებაში უწერიათ რუსული ენა მშობლიური ენად. ბადრი პატარკაციშვილი, რომლის სახელითაც თქვენ შეიტანეთ დღეს განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ადრე გამოქვეყნებულ თავის ხედვაში საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი ამერიკამ მართალია მეგობრულად არის განწყობილი საქართველოს მიმართ, მაგრამ იგი არის ძალიან შორს ოკეანის გაღმა, რუსეთი კი ახლოა, ამიტომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა. ეხლა იცით რა არის? მოდი სულ მარტივად თქვათ ესა რა. თქვენ რო ყავდეთ ორი მეზობელი. ერთთან გქონდეთ ყოველდღიური ჩხუბი. კამათი და ნუ რა ვიცი ახლა გეშინოდეთ ხან სახის შესვლის ხან არ გეშინოდეთ მესამე მეზობელის გირჩევთ ამას რომ იქნებ შერიგდეთ იქნებ შეთანხმდეთ იქნება მოძებნოთ ესეთი საერთო ენა რომ ეს ჩხუბი და გაუთავებელი ამბავი არ იყოს მარტივად არის ეს ამბავი არავით არის სირთულეება აირჩია ჩვენმა ხელისუფლებამ მტრის ხატად რუსეთი ისიც იმ რუსეთს ეყოფა თავის ცოდვები ჩვენ